მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მე ვარ რაზორებელი, ხოლო დღეს ჩვენ ამ ვიდეოში ვესწრებით ისევ და ისევ Steel Brainrot-ის admin abuse. მეგობრებო, დღეს ამ შაბათის admin abuse-ზე სემიმ გითხრა, რომ რაღაც ძალიან სიგიჟეები მოხდებაო და წესით ეგრეც უნდა იყოს, რადგანაც რაღაც ახალსამატებს საშობაო განახლებისთვის. ნახოთ რას გვიმზადებს სემი იქამდე სანამ სემი ნახავთ. ფუ, ენა დამება ძმა. მოკლედ იქამდე სანამ ნახავთ თუ სემი რას გვიმზადებს, ჩემი თხოვნა იქნება რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, ასევე გამოიწევოთ ჩემი არხი და რაც ყველაზე მთავარი გააქტიუროთ ზარისღილაკი, რომ აღარ გავაგჩეთ მსგავს ტიპის ვიდეოები. მექნება ასევე თხოვნა რომ შემოხვიდეთ ჩემ Discord სერვერზე, რომლის ლინკსაც დავტოვებ აღწერაში. წინასწარ ყველას მადლობას გადაგიხდით, ვინც მაგით დამეხმარება. ასევე მეგობრებო, სანამ admin abuse დაიწყება, მინდა რაღაცაზე ვილაპარაკო. მოკლედ პოსტის სახითაც დავდე, მაგრამ მომიწევს რომ ვიდეოში ვილაპარაკო, რომ უფრო მეტმა ნახოს რა. მთელი 2 კვირა რომ მithხოვდით რომ გადაიღე ასევე Plants vs Brainrot-ის admin abuse-იო და დადეო, ხო ითხოვდით? დავდე კიდეს და 28 წუთიანი ვიდეოც გამოვიდა. მაგრამ მეგობრებო, ერთი დღეა რაც ვიდეო მიდევს და 15 ლაიქს არ გაცდა მეგობრებო, აი ვერაფრით ვერ გაცდა 15 ლაიქს. როდესაც ადრე სხვა ვიდეოებს ვდებდი, მინიმუმ დღეში 30 ლაიქს ცდებოდა ხოლმე ეს ვიდეოები რა. არ ვიცი მეგობრებო, თუ იცახდით რომ გადაიღეოთ, მაშინ რატო არ ალაიქებთ, მაგას ვერ ხვდები რა. მაშინ გამოდის რომ ვაფშე არ გინდათ ამ ვიდეოს გადაღება და ასე იქნება ერთი კვირა დრო რა. თუ 50 ლაიქზე არ ავიდა მინიმუმ, აღარ დაიდება Plants vs Brainrot-ი. რადგანაც მეგობრებო, ჩავთვლი ისე რომ თითქოს არ მოგეწონათ, რადგანაც ცოტა ლაიქი აქვს რა. ლაიქი მაგას ნიშნავს თვითონ მოგეწონათ თუ არა ვიდეო. ამიტომ მეგობრებო, დრო იქნება ერთი კვირა. თუ ერთ კვირაში 50 ლაიქზე არ ავიდა მინიმუმ, აღარ დაიდება Plants vs Brainrot-ის ვიდეოები. ასევე ლინკს დავტოვებ იმ ვიდეოს, აი ამ ვიდეოს აღწერაში დავტოვებ იმ ვიდეოს ლინკს და შეგეძლებათ მარტივად გადახვიდეთ კომფორტულად და დაალაიქოთ. რა თქმა უნდა მეგობრებო, თუ გინდათ რომ გავაგზელო Plants vs Brainrot-ების გადაღება და ერთი admin abuse-ის ვიდეო ამ თამაშზე მარტო არ მედოს. ასევე მეგობრებო, ბოლო ეს დღეებია, საინტერესო კონტენტს რაღაც ვეღარ გთავაზობთ, ანუ საინტერესო ვიდეოებს ვდებდი ხოლმე, მაგრამ ახლა მარტო admin abuse-ებს ვდებ, მაგრამ თუ მომცემთ დროს, მოვამზადებ მეგობრებო რამე კარგ ვიდეოს და გაერთობით რა. გემახსოვრებათ ალბათ რომ ლაქიზე დავდე ვიდეო, ანუ ჩელენჯი რო იყო რაღაცა. მეტი ჩელენჯები დაიდება Steel Brainrot-ზე რა თქმა უნდა. ამიტომ მეგობრებო, თქვენ რა უნდა ქნათ? მარტო არის ის რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწევოთ ჩემი არხი, უბრალოდ დაისვენოთ და დრო მომცეთ და მომინდოთ რომ დავდო რაღაც საინტერესო ვიდეო. ახლა კი მეგობრებო, როდესაც admin abuse დაიწყება, დაგიბრუნდებით. 16, 15, 14, 13, 12, 11, 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1 და დაიწყო admin abuse მეგობრებო. ოპა, უკვე ჩაითო რაღაც snow event-ი, ასევე ჩაითო რაღაც რადიოაქტიული event-ი და მეტი არაფერი ჯერჯერობით. და ეს რა არის? კაი, დიდი არაფერი. სემი წესით მეტ ეფექტებს თავდა ჩაჩის აწეს, რა ხდება ხალხო? სემ, კარგად ხარ? ხალხო, ახლა გავარკვიე, 9 საათით გადაუწევია admin abuse-ის სემის. რა? სემი, ამდენი ყარი მალოდია და კიდევ 9 საათი გადაწიე? ხალხო, დაგიბრუნდით, გავიდა უკვე 9 საათი და რაღაცა სერვერებმა გაჭედაო აპდეითის ჩასატვირთადო. ამიტომაც სულ კიდევ 10 წუთი გადადო სემაო თამაშიო. ვაიმე სემი. მე თუ ახლა ამ admin abuse-ში რამე წესია არ ავიღედათ, ოილად დავხარჯე 40 წუთი იმის გამო რომ შენი რაღაც admin abuse-ზე დავსწრებულიყავი და ეს ვიდეო გადამეღო. ვაიმე, შენ დედას. კარგით მეგობრებო, დაგიბრუნდით, რაღაც კამფეტები დაამატა სემიმ და როცა შევაგროვებთ 300 კამფეტს,
ვიღებთ აი ამ ფესტივალ Lucky Blocks და ერთი გამოუშვა უფასოდ. ისე მეგობრებო, წინა ვიდეო რო გადავიღე Abuse-ის ვიდეო Plants vs Brainrot-ში, თქვი ასეთი რამე რომ აი ამ ვიდეოში ახლა ასაც ვიღებ. ამ ვიდეოში მექნებოდა შედარება რომელიმე უფრო კარგი admin abuse გააკეთა. ნუ ჩაატარა სემიმ თუ ჯანდელმა. და ახლა ვფიქრობ რომ ჯერჯერობით ჯანდელმა ჩაატარა უკეთესი რადგან სემის რაღაც ხარვეზე ბიჭის და ასევე წავიღეს ჩვენი Lucky Block-ი. ნუ ჩემმა ალტმა გადაიტანა და 15 წუთიანი ტაიმერი ადევს, რაც ძალიან მცნაურია რადგანაც რაღაც Lucky Block-ები რო გამოდის. არ ადევს ხოლმე ტაიმერი, წერან წინაზე რაღაც სპუკი Lucky Block-ი გამოვიდა, ხო იცით? მაგას ტაიმერი ვაფშე არ ედო. და ახლა მეგობრებო, როდესაც უკვე ივენთებსაც ჩართავს სემი დაგიბრუნდებით რა. მეგობრებო, რაღაც Brainrot Express-ი მოდისო 10 წამშიო და უკვე 5 წამი დარჩა. რა არის ეს? რაღაც ახალია აშკარად რადგანაც ჯერ ეს მე არ მინახია. მოტორებელი გაეძრო. ვაიმე, 10 წამში მიდის და ეს დავждე დავესწრო. მოასწრო იქნება როგორმე. ჩემი ალტი დარჩება, გრამე თუ გამოაიღებს. ვაიმე, და საწამი ყვანს და ჩემი ალტის გადაატელეპორტირა, ანუ რომცა დაждე მაინც წახვალ რა გინდა თუ არა. სან მივდივარ, რა არის ეს? ეს რა არის ძმა? რაღაც საჩუქრებს ფუთავენ და pick presents and bring them to Santa. რაღაც საჩუქრები არის და Santa-ს უნდა მივცეთ რა, დავიხმაროთ და რა ხდება, მე არ ვიცი. აი მეგობრებო, ახლა ასაც ვიზამ არის ის რომ ავაჩქარებ კადრებს და ყველა საჩუქრას რომ მივიტან, დაგიბრუნდებით მაშინ. გადაზიდვის სერვისი ბრატ, ბოლოსაც თქვი დამჭა და უკვე 10 წამში ბრუნდებით Steve Brainrot-ის მაპზე და რა მოხდება ახლა აზე არა ვარ, რამეს მოგცემს? ნეტა? ნეტა? და Steve Brainrot ქურდი როა წერია. ჩემი ატეკაუნტი დებილი ვიდგას. მივიდივარ ხალხო, შეერეთ ბრუნდებით. ბრუნდებით. და Santa მოდისო 6 წამშიო ძმა. დაიც მომემზადოთ. აბა რა მოხდება? აბა რა მოხდება? მე მგონი ახლა მიხდი რაც უნდა გვექნა. ყველაფერი რაც შეუკეთეთ, ეგ უნდა წამოვიდეს ხო? ხო ესეც შემხვდა რა. ეს ბალერინა არ მინდა ხალხო რა. იმეც თავს ნუ მომემზადოთ. უნდა მომემზადოთ რამე კაი. ეს რა არის? Coco Assassino. ინდექსისთვის გამოდგება ეს რა. დავაი ჩაითო მეგობრებო, ივენთები წესით ახლა ამათ დაული და წავშლი წესი და კაუნით და წაშლის ღილაკი სად აქვს ამათ? აგერავთ, სიო. გამიტანე რა გინაღვლება? ეს ასასინო წაიშალა, ახლა ბალერინას დროც დადგა. აუ, ნუ მიტან რა გინდა შენ, აი, რა გამიწყალე გული. კაი, სხვა საჩუქრები სად არის? რომ გავხსნა და რამე ეფექტები აიღოს, ზამაგარი იქნება. ოპა, აქედან 50 კანფეტი დავაგდეთ, ხო? კი, კანფეტ. აბა ეხლა სხვა საჩუქრები სად არის? აბა ეს გავხსნათ. რა მოვა? გიფსინი სპაიდერინი, თან ივენთებია ჩართული. აი რამე რო აიტყას, ძალიან ბევრს გადაიხდის. გთხოვ რამე აიტყი. გეხვეწები ძმა. ეხლა წამოვიდა ეს, ოდესაც შევიდა ეს ბაზარში. კაი რა. შენ გადამიარე, ეხლა გადამიარე რა გენაღლება. წერატო რა გადამიარე, რომ შემოდიოდა ეს გიფსინი სპაიდერინი, ა? აი ახაც დებილობა დავაგდეთ და აი ახლა დავამუღამე რაც ხდება და თავიდან ვერ დავამუღამე და მაგიტომ ვიღებდი ყველაფერს, მაგრამ ახლა მარტო კარგებს ავიღებ. და ჩამოვარდა შემდეგი საჩუქარი და კიდევ ეს ბალერინა. აი რა თმინდა? და იმან მე მგონი მუტაცია აიტყა სპაიდერის მაგივრად. აბა ვნახოთ. შეხედე. მუტაცია უტყია. სპაიდერმა რატო არ აიტყა? არა მეგობრებო, გეკითხებით, სპაიდერმა რატო არ აიტყა? აი ჩაწყობილია და ჩემ ჯინაზე აკეთებენ. კაი, ეს მაინც გამახსნებინე რა გინდა. გამახსნე, კიდე გიფთინი. ეხლა მაინც აიტყი, ნახე სად არის. ნახე რა ახლოს მოხდა მე მგონი და არ აიტყა. შეხედე. გაუარა ცეცხმა. მოხდა, ფეხებზე თუ სადაც მოხდა და არ აიტყა. იქ რა დაგვრჩა. კიდევ რამე დაგვრჩა საჩუქარი, რამე დაგვრჩა საერთოდ. აღერა, ბლომათან. კაი, დაუვაროთ მოდი ამ საჩუქრებსაც გავხსნათ და ისო ბალერინა. არა ხოს მეგობრებო, ეს ჩემბრალია უკვე არგანაც. მე შეუკვეთე ეს საჩუქრები და მეორედ თუ გაგვიშვებენ. აი მეორედ უკვე დავამუღამე ეს ისა თუ როგორ მუშაობს
და მეორედ იგივეს აღარ ვიზამ და აღარ გამეორდება რა. იგივე შეცდომა და სადრედაოში ბრატ აღარ გამეორდება გამიგე ჩემი ძმა ვაიმე ხახო ლაკი ბლოკები დასპაუნდა თან ფესტივალის დაიცა არ გესმით? კიდე გაგაგებინოთ. კარგი თქვენ ყურამდე რომ მოვიდეს ესამოვი გაგაგებინებთ ფესტივალ ლაკი ბლოკები დასპაუნდა yes ფიქრო მეგო ბრეინოთ ესპრესი ბრუნდებაო 10 წამშიო შეხედეთ მეგობრებო აი შეხედეთ ამჯერად იგივე შეცდომას აღარ დავუშვებ რა და აი ავიღებ გიფტებს ნაგვებს არა მოვიდა მეგობრებო ჩვენი მატარებელიც და ახლა ადგება და 5 წამში წაგვიყვანს უკან და ავიღებთ აშკარად რა ნუ ფაქტობრივად ავიღებთ კარგ საჩუქარს რა ნაგვებს არა შეხედეთ მეგობრებო მივყავართ და მივედით ჩავედით რაც რა ვქენით და ახლა საჩუქარი ავიღოთ აბრადებს ვერ დავინახე მაგრამ მაინც ავიღოთ რაზულაკი რა ჩათვალეთ ჩემი ლაკი არის და ყოველთვის მუშაობს ოდესაც ამას ვიძახი რაღაც ღბლიანი მიმართება კარგით მეგობრებო ახლა რასაც ვიზამ არის ის რომ თან საჩუქრებს ავიღებ და თან ავდგები ახლა და თქვენ კომენტარებს წავიკითხავ ნუ დიდ დროს არ წაგართმევთ წესით და რა ვიცი თუ თქვენი კომენტარი მოხდება ან არ მოხდება მაინც დაწერთ კომენტარი რომ მოხდეს აი ამ ვიდეოშიც ვისი შენ შეგიძლია მილიონ გაუწესეს ახვიდე და უფრო მეტი ვიდეო დადე მეტი შეგიძლია მეორე კვირას რაო მოწავიხო მილიონზე ახვიდეო მეგობრებო საქართველოში ჯერ არავის ყოლია მილიონი გაუწერი აი YouTube-ზე მართლა ვის აი გეიმინგებს და რაღაცეებს ჯერ მილიონი არავის არ ყოლია აი მე რომელსაც მყავს ასე 1000 გაუწერი მილიონი როგორ უნდა ავიღო ძმა ასე ერთ კვირაში როდესაც სხვა იუთუბერები რომელსაც ყავთ ჩემზე მეტი გაუწერები ვიღაცებს 100,000-ები და რაღაცეები როყავთ წლებია უკვე ჩალიჩობენ აი წლები მაგრამ ვერ ადიან და მე როგორ უნდა ავიდე მაგრამ მაინც მადლობა ამნაირი კომენტარისთვის არ ვიძახი იმას რომ ცუდი კომენტარია უბრალოდ ვერ შევძლებ ამას ამიტომაც უნდა დავიწყოთ მინიმუმით 2000 გაუწერი ჯერ და თვალს მოკარი ხალხო ფესტივალ ლაკი ბლოკი ავიღეთ ეხლა და ხელში მიჭევს და გაჩდება ხო ეხლა აი ივენთებს რაღაცებს თუ დაშავს თუ ჩაჩას კი არა თუ ჩართავს ვაფშე უკეთესი იქნება რადგანაც გოლდის ფესტივალ ლაკი ბლოკი მიჭირავს ხელში აი გადავიდეთ ახლა შემდეგ კომენტარზე და ვნახოთ შემდეგი კომენტარი რაც გვიწეს ჩვენ შემდეგი კომენტარი დაგვიწერა დათომ მაგარი იუთუბერი ხართ და ჩემი ოსტის მაკაცი გბალეში ყოფთ რათა 2000 გაუწესზე ახვიდე და ერთ კითხვას დაგისმევ ფესტივალი როდის იქნებაო დადა შენ თუ ახლა სერიოზულად შენ და ჩემი რა შენი ოსტის მაკაცი გბალეში ყოფთ აი საყოლ თქვენ ძალიან ჯიგრები ხართ ყველაფერი ვნახე წავიკითხე აი ეს არხი არჩევქმენი მაგრამ ჯერ ის არ მინახია რომ ვიღაცა რეალურ ცხოვრებაში ერთად დგებიან ასე 20 კაცი თან მით უმეტეს დგებიან ასე და ბალეში ყოფენ რომ მე ავიდე 2000 გაუწესზე ამას რას ვესწრები ხალხო რაღაცა ლისტ სახური გამოვიდა არ ვიცი რა არის ასევე რაც შეეხება face reveal-ის კითხვას მეგობრებო face reveal-ი არ გაკეთდება იქამდე სანამ ეს ჩემი არხი არავა 10000 გაუწესზე თუ ავიდა 10000 გაუწესზე ავდგები და ეგრევე გავაკეთებ face reveal-ს და მეგობრებო წინასწარ მოგამზადებთ რა ვინც დაწეს ჩემ face reveal-ზე რამე ცუდ კომენტარს აი რაღაც სახეებზე დამსინებს და რაღაც ეგეთები იქნება ყველა კომენტარს შლის არ მაინტერესებს და ჩემს არხზე ის ვეღარასდროს ვეღარ დააკომენტარებს აი ვის ეგეთ გადაობებს და რაღაცებს დამიწყოს თალო ხუმრობა იყოს მაინც და მეგობრებო უკვე იდროპება გიფტები და ამჯერად სწორი გიფტები შეუკვეთეთ და სწორი ბრეინოტებიც ამოგვივა აბა სად არის ჩვენი აგერ არის ერთი დავაი ავიღოთ ნაუთი გაიჩითა და 3 მილიონს აკეთებს წამში ამან რომ რამე მაგარი აიტყას სიო მეგობრებო დასრულებული ამბავია ეს აიტყამს ალბათ აიტყამს რა გადაიხდით ალბათ 10 მილიონზე მეც აი სად რომ ერთი მუტაცია აიტყას რამე ან ტრეილი მიდის მეგობრებო გადამიარა ამან მეტი რა შეუძლია და ძმა ცეცხლი აიტყა
ამას შეხედეთ მეგობრებო, გოლდის გამოვიდა, ახლოს იყო ცოტა და მაგიტომ ვერ აიტყა ვერაფერი, მაგრამ ამან ცეცხლი აიტყა 18 მილიონი ხდის წამში. რა მაგარი რაღაცაა, ძმა? W-სემი მეგობრებო, W უკვე მოუწონს სემი რევსაც აკეთებს, აი ამ ადმინაბიუში. უკვე ერთი ისეთი ბრიოტი ავიღეთ, რომელიც 10 მილიონზე მეტს აკეთებს. 10 მილიონზე რა, 15 მილიონზეც დაჟე. ახლა კი დადგა დრო, რომ გამოვიძახოთ ლაკი ბლოკი და შევაგდოთ ბაზარში. უია, ლაკი ბლოკების unboxing-ის გვექნება რა, რაღაც ფესტივალი ლაკი ბლოკები და თუ ისე ლაკი ბლოკების გამოუშვა, მაგეების unboxing-იც გვექნება. ეხლა წავა ჩემი ალტი აკაუნთი და აიღებს ამ ჩემ ოქროსფერ ლაკი ბლოკს და მე მგონი ბაბლგამის აიტყა? არა, თაქო აიტყა. და მეორეს გამოვიდა. ძმა, სიკრეტი გამოუშვა. რამდენი ხანია ტიპს ადმინაბიუზე სიკრეტი არ გამოუშვია? აუ ძმა, ძალიან მაგარი ადმინაბიუსია ალბათ. აი, წინ ადმინაბიუსაც შეიძლება აჯობოს. არ ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით ასე ჩანს. დაიმედია ახლა ლაქებიდანაც კარგ რამეს დავაგდებთ. აი თუ დავაგდებთ, უკვე მე-9-აში ავალ, ისე გაგიჟდები. უი, ასევე დღეს ძალიან მაგარი ამბავი რაც მოხდა. ერთი ძაღლია და გვინახია რაღაცა თაქო რო არის რა, სიმეონში თაქო ძაღლი როა რაღაცა ბურიტო. ეგ თასავდა მთელი თამაში. ნუ პრინციპში იმიტომ არ დაგვინახია რომ ჯერ თაქოები არ გამოუშვა და არ ამგონია რომ დღეს გამოუშვას რამე თაქოები, მაგრამ მაინც კარგია მეგობრებო ის რომ მაგ დამპალს ვეღარ ვხედავ ძმა. აი მაგ ზაღლის ატანა არ მქონდა მეგობრებო, ისე მეზიზღებოდა და მე მგონი unboxing-ი დადგა, ხო? ხო, ერთი ცალი უკვე მზად არის, გავიდათ 15 წუთი და უფრო მეტიც დაჟე. ნახოთ აბა რას დავაგდებთ და ეს რა არის? რა? ბიჭო! 14 მილიონიანი ბრიოტი დავაგდე ძმა. ხა დავთხარ ხო 14 მილიონს აკეთებს წამში. ეს ასე ჩოლებივად ვარდება თუ იშვიათი რამეა. არ ვიცი მეგობრებო, მაგრამ ამას შეხედეთ ძმა. უკვე ორი ცალი ისეთი ბრიოტი დავაგდეთ, რომელიც უკვე 10 მილიონზე მეტს აკეთებს. აი ჯერჯერობით ძალიან მაგრამ იდის ეს ადმინაბიუსი, იმიტომ რომ ნახეთ რა მაგარ რაღაცებს ვიღებთ და სემი ჯიგარი ხარ, ძმა ხარ იმენა. Yes, ბრიოტ ექსპრესი დაგვიბრუნდა. წამიყვანე. მიდი, წამიყვანე. წამიყვან. ნუ ბრიოტ ექსპრესი გამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაგზელებთ თქვენი კომენტარების კითხვას, იქამდე სანამ კარგ საჩუქრასაც ავიღებთ. მოდი ვნახოთ თუ რას გვიწევს შემდეგი კომენტარი რა. გაგაპიარე, გადადით ჩემჩინეზე, იმედია მალე ახვალ 1 მილიონზე საუკეთესო იუთუბერი ხარ, აუცილებლად ახვალ 1 მილიონ გამოწერზე. მაგის იმედი მეც მაქვს, მაგრამ არ მჯერა რომ მალე ავალ 1 მილიონ გამოწერზე. მაინც მადლობა რომ აი ასეთი ტიპის კომენტარები დამიტოვე, ძალიან ბევრს ნიშნავს აი ამნაირი ტიპის კომენტარები ჩემთვის. და იმედია მართლა პირველი ვიქნები, ვინც საქართველოში ავა 1 მილიონ გამოწერზე. აუ ისე რა მაგარი იქნება, მართლა პირველი ვიყო, აი ისე რომ მოვიხოდო რომ ავიდე ძმა, მაგრამ არ გამოვა ჯერ მნავიდეთ 2000-ზე და ნელ-ნელა უნდა დავისახოთ ეგ მიზანი რა. ამიტომაც თხოვნაა რომ ვინც ამ ვიდეოს უყურებს ადგეს უყურებამ გამოიწვევს ჩემი არხი და ჯერ 2000 გამოწერზე ამიყვანეთ, რადგანაც ძალიან მარტივია. ახლა რომ ვიღაცეები, აი რამდენი ადამიანის უყურებს, მაგდენი რომ ადგეს და გამოიწვევს ჩემი არხი, ვსიო მეგობრებო. დამთავრებულია ეს მიზანი, უკვე 2000-ზე ავედით და ახალ მიზანსაც დავისახავთ. თან გამოწერაც მეგობრებო ძალიან მარტივია, თხოვნაა რომ აი არ დაიზაროთ. მართლა ძალიან მარტივი რამ არის. და მოდით მეგობრებო, აი ახლა ამ მომენტში წავიკითხოთ ჩვენი ბოლო კომენტარი, უკვე რაც ჩვენმა გამოწერმა დაგვიტოვა და იმედია ეს ბოლო კომენტარიც რაღაც კაი კომენტარი იქნება. ასევე სანამ ამ ბოლო კომენტარს წავიკითხავ, თუ გინდათ რომ თქვენი კომენტარიც მოხდეს შემდეგ ვიდეოში, აუცილებლად აი ამ ვიდეოში დატოვეთ რამე კომენტარი რაც გინდათ. შეგიძლიათ ვკითხოთ რაც გინდათ, ან დამიწევთ ისე რაც გინდათ, მაგალითად რამე მისურვოთ ან რაღაცა. მაგრამ თავარია რომ იყოს წესიერი კომენტარი და რაღაც უცნაური და დებილური კომენტარი არ იყოს რა. ნუ სულ ეს იყო რაც ამ კომენტარებზე უნდა მეთქვა. ეხლა თქვენი გადასაწყვეტია დატოვებთ თუ არა. და მოდი ახლა განვიხილოთ და წავიკითხოთ აი ამ ვიდეოს ბოლო კომენტარი. საუკეთესო იუთუბერი ხარ. მადლობა დიდი გაიხარე. აი
თქვენთვის საუკეთესო იუთუბერი ვარ, ეგ უკვე ნიშნავს ჩემთვის ძალიან ბევრს. რადგანაც უკვე ფიქრობთ, რომ მე ვარ საუკეთესო იუთუბერი, ახლა რასაც ვიზამ, ახლა რა მომავლისთვის ვაპირებ, რომ რაღაც უკეთესი ვიდეოები გადავიღო. ნუ სტილბრენოთის ჩელენჯებსაც გადავიღებ ხოლმე და რაღაც სხვა თამაშებსაც გადავიღებ ხოლმე. ცოტა კონტენტსაც გავაუმჯობესებ და შეიძლება უფრო საუკეთესო იუთუბერი გავხდეთ თქვენთვის და ძალიან მოხალული ვიქნები თუ მართლა ეგრე იქნება. მეგობრებო, დავბრუნდით. უკვე ავკრიფეთ რაღაც საჩუქრები და ეხლა სანტა დადროპავს და იმედია, რასაც დადროპავს, ყველაფერი გადამიხდის შედარებით მეტ, რადგანაც ივენთებია ჩართული და თან მუტაციებსაც აიტყამს რა. მოდი გავხსნათ აი ეს. ნაუთი. წავიდა ჩემი ბაზისკენ. მიდი წადი და რამე აიტყი. ისე არ შეხვიდე, თორე დაგეხება, წაგშლი ეგრევე. რამე აიტყაო, კაი რა. მომიწევს წაგშალო. რამე რო აგეტყა, აი ძალიან შინიერი იქნებოდა, მაგრამ არა, გადაწყვიტე რომ არ მინდა, აი აბისა და ვიტყო. აბა სპაიდერი თუ აიტყამს, მაგრამ პრინციპში ას აიტყამს. ლაზერები იქით არის და აქით კაი ხანი არ მოვა. კაი, ისეც უნდა წავთვალოთ ახლა სამწუხაროდ. აბა სხვა რა გიფტები გვაქვს? რამე გვაქვს ვაფშე? დარჩა რამე გიფტები თუ ცოტა ავიღეთ მართლა. აი იქით არის ვარდისფერი. დავაი მეგობრებო, ჩვენია და რას დავაგდებთ? კოკო ასასინო და რეინბოუ არის. აუ მას კიდევ რამე აეტყა. აი ხო კაი იქნებოდა, რა გინდოდა ხა? აი აქ რატო გაჩდი? ჩემ ჯინაზე მოძრაობს ეს თამაში. ეს საიდან გაჩნდა? ძმა არ სამიღია. არა, ეგრე კი არ უნდა მეთქვა, ასე უნდა თქვა. ეს საიდან გაჩნდა? არ სამიღია. მაგრამ სერიოზულად მეგობრებო, ესენი არ ამიღია და რატო ჩდება არ ვიცი. წავშალოთ, რატომაც არა. წავშალოთ. არა. ეს პრინციპში კაი რამეა, რადგანაც დებილობებს შლის და ამას ვერ ვიღებ. გაიჭერა არა. Festive Lucky Block-ი მეგობრებო, მიდის ჩვენი ბაზისკენ მიემართება და 15 წუთში გაიხსნება ისიც და 10x-ი ჩაითო. უია კიდევ დაგჩენია, აბა რა არის? გიფტინი სპაიდერინი და არაფერს არ აიტყამს უეჭველი ვიცი. კი სწორი ვიყავი. ხო სწორი ვიყავი. და სახაზო ჩაითო, მაგრამ ვერ აიტყამს, რადგანაც ხაზი არ დადის, იქით მიდის. კი მეგობრებო, სწორი ვიყავი. რატო ვიყავი სწორი? იმას ხოჭობდა. არა სწორი ყოფილიყავი. და არა სწორი ხელი მომხედროდა. ნუ ისევ პატარა unboxing-ის დრო გვაქვს. 2 ცალი Lucky Block-ი გვაქვს მზად რა, ფესტივალური Lucky Block-ი და აბა ვნახოთ, აი აქ რას დავაგდებთ. დავაი მეგობრებო, გავხსნათ. მიდი გთხოვ, წესი. ხალხო 2 ცალი ამნარი ბრინოტი დავაგდე. კლავიატურა როგორ არ დავლეცო ხალხო, მითხარით უბრალოდ. ნახეთ რა ვაგარია დვინაბიუსია. და მეორე ბრინოტი დავაგდე 8 მილიონს აკეთებს. ვიტირებ ეხლა ისეთი მაგარი რა დვინაბიუსია. აი პირველად ვესწრები ასეთ მაგარ დვინაბიუსს. 10-დან 10 იმენა. მაგრამ მეგობრებო, 2 ცალი ბანზოა ბრინოტი მაინც დავაგდეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ახლა ამას მივაინდექსებთ და ასევე იმასაც ნიშნავს, რომ არის შანსები რომ რაღაც ბანძები დავარდეს. და ახლა ვფიქრობ იმას, რომ ძალიან გამიმართლა. ზედიზე ორჯერ დავაგდე ისეთ ბრინოტი, რომელიც აკეთებს 14 მილიონს წამში. აუ ნეტა მუტაცია ქონოდა რამე. აი ძალიან მაგარი იქნებოდა ვაფშე. უი ასევე მეგობრებო, თქვენ რა დააგდეთ? დამიწერეთ კომენტარებში. აი მე ძალიან მიხარია ისეთ რაღაცები დავაგდე და თქვენ რა დააგდეთ? დამიწერეთ რა კომენტარებში მოკლედ. წინა ადვინაბიუს ხო გიჟობა იყო 6-7 და რაღაცები დავაგდე. ეს უკვე იმაზე გიჟობა. აი საუკეთესო ადვინაბიუსია ჩემთვის, შემიძლია თავისუფლად თქვა, რასაც ოდესმე დავესწარი, რადგანაც ძალიან ბევრ მაგარ რამეს ვიღებ ამ ადვინაბიუსში. ასევე მეგობრებო, ახლა გამახსენდა. დაწერეთ ასევე კომენტარებში თქვენთვის როგორი იყო აი ეს ადვინაბიუსი რა. ისევ მატარებელი გამოიძახა სემი. აი მაგარი ადვინაბიუსია რა ხალხო. თავიდან კი მეგონა ცუდი იქნებოდა იმის გამო რომ დაუგვიანა და სემის ცოტა განახლება, მაგრამ სიტყვები უკან მიმაქ. ყველაზე მაგარი ადვინაბიუსი არის, რასაც ოდესღაც დავესწარი რა. ახლა კი მეგობრებო, ოდესაც გიფტს ავიღებთ,
მაშინ დაგიბრუნებით, მანამდე კი ავაჩქარებთ ცოტა კადრს. ოკეი მეგობრებო, ჩავაბა ერთ საჩუქრები ჯარში, ახლა კი მოვა ეს საჩუქრები უკან დაგიბრუნდება და ავიღებთ რა დადროპავს და მანამდე გავითავისუფლოთ ადგილები და ბანძურები წავშალოთ, რაც ჩემ ბაზაში ტყუილა დგას და ახლა კი ავდგეთ და შევამოწმოთ რამე საჩუქრები და უკვე ლაკი ბლოკები გამოდის თან რა ამბავი. აი საჩუქრები მინდა ლაკი ბლოკები ჯერ დებილობები გამოდის, ამიტომ ლაკი ბლოკები არ მჭიდება ჯერ. რამე საჩუქარი აგერა ერთ სამსიო. ნახოთ რა დავაგდეთ. ბრეინოტი? კი. და გთხოვ რამე აიტყი. გიფტინი სპაიდერინი რამე რო აიტყა ბერს გადაიხდი და მიდი. აიტყი რა გთხოვ. გიფტინ აიტყი რამე და თაკულაკი ბლოკები გამოდის. აუ რა მაგარია ხალხო, ძალიან მაგარია ვინ ამიუსია. კარგით მეგობრებო, მოდი დავიწყოთ unboxing-ით. ვიწყებთ ჩემი ბაზიდან, რადგანაც ეს გავყიდოთ ადმინდა. მოკლედ, რადგანაც იმ alt account-ზეც არ დამეტია და მომიწია რომ აი აქ გამეთავისუფლებინა რაღაცეები და აქ არაფერი დავაგდეთ. არაფერი რა, ვერაფერი წესები და ამას უდაღაში გავხსნით. მოდი ახლა აი აქ გავხსნათ. მიდი, გაგვიხსენი. გთხოვ, ისე ვის დავიგდე. რა უმადური ვარ, ისე 2 წელი ძალიან პრიოტი დავაგდე და ისე ვიტყავ. კაი კი არაც დავაგდეთ, მაგრამ კიდევ თუ დავაგდებთ არ დავაკლდება. ამას მივაინდექსებ ახლა და წავშლი მანამდე. არ გეგონოთ რომ აი ამის დაგდება მე გამახარა. სულაც არა. კაი, კიდევ გვაქვს გასახსნელი, მანამდე სპინი გვაქვს. ნუ ჩემ alt account-ზე რადიოაქტიური სლეპი დავაგდე და აქ რატო ვერ ვაგდებ? აი ალტზე რა თქმა უნდა რომ სლეპი მაქვს მაგალითად. ამ account-ზე დაეგდო, ეხლა ძალიან მაგარი იქნებოდა და მექნებოდა კიდეც ის სლეპი, მაგრამ არა. გადაწყვიტა Steve-მა რომ იცი რა, მარტო არინავიუსებისთვის იყენებს Steve-ის ქურდის account-ს ლაზორებალი. ამიტომაც ახლა ავდგები და ლაზოლის ჯინაზე ავდგები და აი ამ alt account-ს მიცემ რადიოაქტიურ სლეპს. აი ზუსტად ვიცი რომ ეგი ფიქრად ჩვენმა Steve Brainot-ის დეველოპერმა სემი. ასევე მეგობრებო, არბინავიუსი მორჩა, მაგრამ ახლა იწყება unboxing-ი. ცოტა ტაიმერი კი ადევს, მაგრამ როდესაც ტაიმერი მოეხსნება, დავიწყებთ unboxing-ს და როცა დავიწყებთ დაგიბრუნდებით რა. მანამდე კი გავხსნათ ისეთი Brainot-ები. დღეს მაინც დავინახე ეს ზაღლი, აი ერთ დღე არ ჩავა ისე რომ ეზაღლი არ დავინახო და დღეს მაინც მომწია ამის დანახვა. აუ ახლა გავაანალიზე რამდენი თაქო მაქვს, სულამეებს დავაგდებ ახლა და ამ დებილი ზაღლის ყურება მომიწევს. შინიად ვიყავი ახლა ეზაღლი რო არ იყო ძალიან მაგარი რაღაცები დავაგდე, ეს მთასავს ამ დენსაც ვაგდებ. მოდი ესეც გავხსნათ ბოლო თაქო მე მგონი, მე მეორესაც გადავამოწმებ. კიდე კაი კატა. ჯობია ძაღლს ცოტათი, მაგრამ არ თარსავს. კარგით, მეორე სართულზეც მქონია რაღაც ლაკი ბლოკები. აი ახლა გავხსნით, არც უყურებ. ნუ ჩუმად უყურებ, მაგრამ მაინც და დავაგდებთ ისევ და ისევ ძაღლს, რომელიც აკეთებს 1.2 მილიონს წამში. გადააზენე. გადამიშენე. აი ახლა ჩემი alt account-ი ხსნის ჩემს უკან 1 ლაკი ბლოკს თაქო არის და თუ კიდევ ძაღლი დავაგდე ვიზამ არაფერს, რადგანაც დღეს ძალიან მაგარი რაღაცები დავაგდე და ეს ერთი ჭირიანი ძაღლი ნებებს ვერ მომიშლის. მოდი პრინციპში საახალწლოების გავხსნათ წინასწარ და მე რაც დარჩება ისინიც გავხსნათ რა. აბა რაც დავაგდებთ. პანდა, ამას შეიძლება დავაინდექსო. კაი, აბა აი აქედანაც დავაგდებთ. დებილობა მეგობრებო, მოკლედ ტაიმერი რომ რჩება დაგიბრუნებით რა. კარგით, გავიგე ის რომ თუ alt account-დან ჩემ თავარ ბაზაში გადავიტანთ ფესტივალ Lucky Vlogs, ყალბი ყოფილა ეს ინფორმაცია და დავაგდებ დებილობას და არაფერს არ აკეთებს ეს იღბალი. აქ მალე სიკრეტი მაქვს გასახსნელი, ამას შეხედეთ. ტორტუგინის დავაგდებთ, ასიანი ვიცი, მაგრამ ცდათ მაინც ხის რა. 5 წამი დარჩა და გაიხსნება. 5, 4, 3, 2,
1 და გავხსნათ ჩვენი secret lucky block-ი. ძალიან მაინტერესებს, აი აქიდან ას დავაგდებთ და გამიტყდა რომ მუტაციები არ აიტყა ამ secret lucky block-მა. რო აიტყა, ეხლა ძალიან ბევრს გადაიხდიდა ეს ჩვენი პოთოსპოთი და სამწუხაროდ მომიწევს რომ წავშალოთ. ასევე მეორეზეც არაფერი დაგვრჩა და ხო ეს ამა კიდევ გასახსნელი 8 წუთში რა. Rainbow ვადევს და თან თაქო ვადევს, რაღაც გიჟობა დავარდება აქიდან, უეჭველი ვისი. მაგრამ ჩემ თავარ ბაზაზე გადავიტანე, რაღაც დებილობა დავაგდე, ამიტომაც გადავიტანა ამას ჩემ alt account-ზე და იქ გავხსნით რა. ბოლო ზმა alt-ზე დავაგდე ის los კომბინაციონი იყო, კიდევ 6-7 დავაგდეთ alt account-ზე და 2 ცალი ისეთი მენოტი დავაგდეთ რაღაც საახალწლო, არ ვიცი რა ქვია, რომლებიც აკეთებს $14 მილიონ წამებში რა. ხო, ჩიმონო თუ რაღაცა. არა, ჩიმნინო ქვია. მიმინო. ასევე რაც უნდა მეთქვა მეგობრებო. ეს ვიდეო გამოვიდა ყველაზე დიდხნიანი ვიდეო, რაც YouTube-ზე დავდე. 9 საათიანი გამოვიდა, თითქმის 1 საათიანი ვიდეო. ხო და მეგობრებო, ეს იმას ნიშნავს, რომ აი ამ ვიდეოსთვის მე ვიწვარე ძალიან ბევრი. იმედია ახლა დამიფასდება ეს შრომა და დაალაიქებთ ამ ვიდეოს. მართლა მეგობრებო, ძალიან მარტივია, უბრალოდ ერთი ღილაკის დაჭერა არის, მეტი კი არაფერი. აი მართლა ძალიან დამიფასდება და მოლობელი ვიქნები ვინმე ახლა რო ადგეს და დაალაიქოს ეს ვიდეო რა. წინასწარმავლობა ყველას, ვინც ამ ვიდეოს დაალაიქებს. ახლა კი მოდი გადავიდეთ ჩვენ unboxing-ზე რა. დავაი მეგობრებო, აი ამ ფესტივალ Lucky Block-იდან თუ ვერ დავაგდეთ ვერაფერს, 6 წუთში Rainbow-ში მაინც დავაგდოთ რამე კაი. ძალიან გაასწორებს. მიდი რა, მიდი. აქაც. წესიერი. მიდი. აი რა, წავშალოთ. ასევე ვიდეოს ბოლოს უნდა გამეკეთებინა შედარება ამ კვირაში, რომელმა უფრო კარგი admin-აბიუსი გააკეთა და ჩემი აზრით ამ კვირაში ყველაზე მაგარი admin-აბიუსი გამოვიდა სემის. ჯანდელსაც ქონდა რაღაცეები კარგი, მაგრამ ყველაფერი კარგი მაინც გამოვიდა სემის რა მეგობრებო. რადგანაც აი ამაზე კარგ admin-აბიუსზე ჯერ არც ყოფილი ვარ. აი რამდენი admin-აბიუსი გამოვიარე ახლა 1-20 იქნება და აი ამაზე მაგარი თუ რამე ყოფილიყო არ ვიცი მეგობრებო, აი არ ჯერა. W7 მეგობრებო ჩემთვის და მოდი ახლა ცოტა კიდევ ამოწყრი ვიდეოს და Rainbow-ს გაიხსნება ძალიან მალე რა. დაგივლით მეგობრებო, მაგრამ არ ხსნით. ეხლა მეგობრებო უნდა განახოთ ერთ-ერთი დიდი პრუფი, რომ მე არავის არ დავსკამავ. როგორც ხედავთ, ჩემმა ერთ-ერთმა გამომწერმა დააგდო სპაგეტი ტუალეტი, რომლის სპაგეტი ტუალეტიც აკეთებს $70 წამებში. მაგრამ მეგობრებო, მე ინდექსშიც არ ამყავს ეს. ამიტომაც ახლა ასაც ვიზამ. ავიღებ, დავაინდექსებ და დაუბრუნებ ამას უკან და ამ ყველაფერს ამ ვიდეოში გავაკეთებ. მოკლედ მეგობრებო, ავიღეთ ჩვენი გამომწერის სპაგეტი ტუალეტი. ასევე მოგეხსენებათ, რომ ჩემი ერთ-ერთი ბრენოტი, რომელიც მე მყავს, ყველაზე მეტ ზიხდის 26 მილიონს, მეც არა. და მაინც ავსკამავ, ეხლა შემიძლია რომ გავიდე, მაგრამ არ ვაკეთებ ამას, იმიტომ რომ ვიცი როგორი გზნობა არის, ყველაზე ცუდი რამ არის, როდესაც სკამავენ. ამიტომაც, რადგანაც ვიცი თუ როგორი გზნობა არის, აღარ ვსკამავ მას. და ასევე მე მგონი დადგა დრო, რომ ახლა ჩვენი Rainbow Lucky Block-ი გავხსნათ, ფესტივალური. კარგით მეგობრებო, ხსნით ახლა და თან ახლა ჩვენ გვიყურებს ჩვენი ერთ-ერთი გამომწერი, რომელიც სპაგეტი ტუალეტი დავაინდექსეთ. წავიდავი ისეთ მეგობრებო და იმედია რამე კარგს დავაგდებთ, კარგი მუტაცია ადევს და ასეც მოხდა 10 მილიონს იხდის, ძალიან მაგარი მეგობრებო, შვენიერი. წავიღებთ ამას, მანამდე კი მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დაალაიქეთ. ასევე გამოიწერეთ ჩემი არხი და რაც ყველაზე მთავარი, გააქტივეთ ზაისღილაკი, რომ აღარ გამოგჩეთ მსგავსი ტიპის ვიდეოები. მოკლედ, თქვენთან იყო რაზორებალი და შეხვდებით შემდეგ ვიდეოში. ბაი!
მოგესალმებით.